ვაგრძელებთ საუბარს ყურადღების ფაქტორების შესახებ. ეხლა მეორე ჯგუფი, ეს გახლავთ ყურადღების სუბიექტური, ანუ შინაგანი ფაქტორები. ყურადღების გამომწვევი სუბიექტური, აი შინაგანი ფაქტორებიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი ჯგუფები. პირველ რიგში მოთხოვნილება და ინტერესი, განწყობა და ნებისყოფა. შევეხოთ პირველს მოთხოვნილება და ინტერესი. ყურადღება უპირველეს ყოვლისა სუბიექტის მოთხოვნილების საფუძველზე წარიმართება. მაგალითად, მშიერი ადამიანი ყურადღებას აქცევს იმას, რაც საჭმელთან არის დაკავშირებული. უმალვე შენიშნავს საჭმლის სუნს თუ მის ახლო-მახლო ყოფნას. ასევე ამჩნევს დაღლილი დასაჯდომ ადგილს და სხვა მოსასვენებელ რაღაც ადგილებს. ინტერესი ფართო მნიშვნელობით მოთხოვნილების კერძო გამოვლინებას წარმოადგენს. ის, რაც გვაინტერესებს, აუცილებლად ჩვენს ყურადღებას იწვევს. ძლიერი ინტერესი ხშირად ძლევს ხოლმე სხვა ფაქტორებს. მაგალითად, ძალიან წვრილი შრიფტით დაწერილ წიგნსაც დიდი ყურადღებით ვკითხულობთ, თუ ის ჩვენს ინტერესს ძლიერ იწვევს. ვთქვათ, რაღაც წვეულებაზე, ხმაურის, სიმღერის თუ ხმამაღალი ლაპარაკის პირობებში გულისყურით ვისმენ დიდი ხნის, ვთქვათ, უნახავი მეგობრის თავგადასავალს, ან კიდევ იმას, რაც ძალიან გვაინტერესებს. თუმცა იგი შეიძლება გაცილებით შუმი ხმით გველაპარაკებოდეს, ვიდრე დანარჩენი გამღიზიანებლები არის იმ წუთში გარემოში. და ესეთი მაგალითები იმისა, თუ მოთხოვნილება და ინტერესი რამდენად ძლიერად მოქმედებს ჩვენი ყურადღების, ესე იგი, წარმოშობაზე და მუშაობაზე, ამის ყოველდღიური მაგალითები ძალიან ბევრია. განწყობას რაც შეეხება. ყურადღების წარმართვის ძალიან ძლიერ ფაქტორს წარმოადგენს სწორედ განწყობა. იმ მიმართულებით ყურადღების წარმართვა, რა მიმართულებითაც განწყობილია სამოქმედოდ ადამიანი, თავისთავად და უნებურად ხდება სრულებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით დემონსტრაციულად იჩენს ხოლმე თავს ისეთ დროს, ისეთ შემთხვევებში, მდგომარეობებში, როდესაც გამორიცხულია ყურადღების ცნობიერი, შეგნებული წარმართვა. მაგალითად, ძილის დროს. ცნობილია, რომ დაღლილი, ხმად ჩაძინებული დედისთვის, რომელსაც ძლიერი გამღიზიანებლებიც ვერ აღვიძებს, ხმაური, სინათლე და ასე შემდეგ, სრულიად საკმარისია მისმა შვილმა ძილში დაიკვნესოს ძალიან ხმადაბლა, დაახველოს, ან რა ვიცი, დააცემინოს, რომ მან უმალვე ეს დედას უმალვე გააღვიძებს. ეს გამღიზიანებელი იმიტომ იპყრობს დედის ყურადღებას, რომ მას ძინავს ბავშვის მიმართ სიფხიზლის განწყობით, ხოლო ამ განწყობის შეუსატყვისი ძლიერი გამღიზიანებელიც კი კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება სინათლის ანდება, ზარის დარეკვა, ხანდახან შეიძლება შეანჭრიოს ვინმემ, ვერ აღვიძებს მას, ვერ იპყრობს მის ყურადღებას. რაც შეეხება ნებისყოფას. აქამდე განხილული ფაქტორები უმთავრესად უნებლიე ყურადღების წარმართულ ფაქტორებს წარმოადგენდნენ, დააკვირდებოდით ამას, მაგრამ ადამიანის სპეციფიკა სწორედ ნებისმიერი ყურადღება შეადგენს. ნებისმიერი ყურადღების მამოძრავებელს კი თავის მხრივ ნებისყოფა წარმოადგენს ადამიანის. ეს ფაქტორი წამყვანია ყურადღების ყოველი მიზანდასახული თუ შეგნებული მოქმედების შემთხვევაში. ნებისყოფის საფუძველზე ადამიანს შეუძლია ყურადღების წარმართვა იმ მიმართულებით, რომელიც არ შეადგენს მისი უშუალო ინტერესის საგანს, რომელიც მას უშუალოდ შეიძლება სულაც არ იზიდავდეს, მაგრამ შეგნებულად ესმის ამის საჭიროება. ძალიან ხშირად შეიძლება თქვენც, როდესაც ლექციაზე სხედხართ და ყურადღებით უსმენთ ლექტორს, იმ დროს თქვენი მოთხოვნილებები ან ინტერესები სხვაგან იყოს, მაგრამ გესმით რა მნიშვნელობა იმისა,
თუ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ შინაარს, თქვენ იჩენთ ნებისყოფას და სწორედ ამის საფუძველზე უსმენთ ხოლმე და აქცევთ ყურადღებას იმ შინაარს, რომელიც თქვენთვის არის გამიზნული. კარგით. აქამდე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საუბრობდით ისეთ ფაქტორებზე, რომელთა არსებობა ან არარსებობა დადებითად ან შეიძლება უარყოფითად აისახებოდა ყურადღების ფუნქციონირებას. აი ახლა ძალიან მოკლედ შევეხოთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად მოქმედებენ ყურადღებაზე. მათ შორის განსაკუთრებით შეიძლება ითქვას აღსანიშნავია მობეზრების თუ მოყირჭების განცდა. ეს განცდა მკვეთრად ასუსტებს ყურადღებას. უნებლიე ყურადღებას კი სულაც აქრობს, შეიძლება ითქვას. აი ამ ყურადღებაზე სპეციფიკურად მოქმედებს აგრეთვე აფექტი, ემოციის ეს სახე. კერძოდ, ერთი მხრივ იგი იწვევს ყურადღების ინტენსიფიკაციას თავისი გამომწვევი ობიექტის მიმართულებით. მისი გამომწვევის საგანი დომინირებს ადამიანის ცნობიერებაში. მაგრამ მეორეს მხრივ აფექტური მდგომარეობა იწვევს ცნობიერებისა და მათ შორის ყურადღების მოცულობის უკიდურეს შევიწროვებას, რის გამოც მისი გამომწვევის საგნის გარდა გარემოს სხვა გამღიზიანებელი აფექტით შეპყრობილი ადამიანისათვის შეუმჩნეველი რჩება. მას არ ესმის, რას ელაპარაკებიან, ვერ შეიგრძნოს შეიძლება სხვისი ხელის მოკიდებაც კი. იმდენად არის მხოლოდ ერთი ვიწრო ძალიან ობიექტით შემოსაზღვრული მისი ყურადღება. ყურადღებაზე ისევე როგორც სხვა ფსიქიკურ აქტივობაზე შეიძლება იყოს არა მარტო ყურადღება, აზროვნებაც, მეხსიერებაც, ძალიან შემაფერხებლად მოქმედებს მისი დაღლილობა. მაგრამ ყურადღების ინტენსივობა ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარია, აზროვნებაზე და მეხსიერებაზე მგრძნობიარია. ადამიანის დაღლილობა მიუხედავად იმისა, ფიზიკური მუშაობის შედეგად არის ეს დაღლილობა გამოწვეული თუ გონებრივის, პირველ რიგში ყურადღების შესუსტებაში ვლინდება.